მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ჩვენ რიგით ნომერ მესამე. კარგია, რო არ მერევა, დისტავლიე, მეხსიერების წამლები და გვინდა დავიწყოთ პოდკასტი თემაზე სოციალური ქსელები. ხო და ეს სოციალური ქსელები არის ძალიან დიდი და ფართო ცნება რა, დაწყებული ეს ჩემ ახალგაზრდობაში რა, ქვის ხანაში. ხო, იყო, Skype იყო რა. Skype. ხო, რა Facebook-ი. ოდნოკლასნიკები იყო კიდე. ოდნოკლასნიკებამდე Skype იყო. ხო, ოდნოკლასნიკები. ანუ Skype მე ნაკლებად, იმიტომ რომ მე მაგ დროს Skype-ს არ მოვიხმარდი, იმიტომ რომ ცოტა პატარა ვიყავი Skype-ისთვის. მე უკვე აი ჩემი თინეიჯერობა ოდნოები იყო. შენი თინეიჯერობა იყო Skype და იქამდე ქვით ხატვა ხო და წერა. ხო, მაგით აღნიშნე რომ ჩემ ახალგაზრდობაში, ანუ იგივე ქვის ხანაში იყო Skype რა. ამ Skype-ს რა ფუნქცია ქონდა, მარტო მოწერდი, მაქსიმუმ რაღაც შენი ფოტო იქ, რაღაც რომელს ვერ განირჩეოდა, ეს უნდა გეყურებინა. დარეკვის ფუნქციაც ქონდა რა სიცა. ხო, აუ რა кай ხმა ქონდა. აუ და რა მოვარდებოდა იქ. ექმები ქონდა რა და ეხლა რა უყურებ რა, ანუ სოციალური ქსელები, აი Facebook-ი არ მქონდა ძალიან დიდი ხანი რა. დაახლოებით ერთი ეხლა Facebook-ი თუ სწორად მახსოვს 2010-ში გამოჩნდა და არ მე 11-ში მქონდა და ხო, ანუ შენ ეგრევე შეუვარდი წელში ხო და მე სადღაც 2020-ში დაურეგისტრირდი რაღაცა სამსახურის ამბავში რა და თორე ის აი ისეთ სახელი გიწერია, მე ჯობია რო არ წარე. ხო, ანუ სახელი კიდე ცალკე ფილოსოფია, მაგრამ ვის თქმა მინდოდა რომ ანუ ეს სოციალური ქსელი ჩემთვის რაღაცას Facebook-ი იყო, სხვათა შორის მეგობარი მყავს და იმისთვის დღემდე ეგრე არის, რომ Facebook ორი კაცი ვიყავით დარჩენილი, ვისაც Facebook-ი არ ქონდა რა და ანუ აი მეთქე ეს Facebook-ი რაც მინდა, იქ არის ხალხს რო Facebook-ი აქვს და რა საკეთებენ. ანუ ვაფშე ის საერთოდ ის იყო რა. რაღაც წარმოუდგა არ ვიცოდი რა, მოკლედ თქვა რა იყო ეს Facebook-ი, არც მჭირდებოდა რა. მაგრამ აი თვითონ სოციალური ქსელის მოთხოვნა აი Skype-ზე მაგარი შემჯდარი ვიყავი რა, იქ რაღაცა. Skype წაშალე 2020 წელს და დარეგისტრირდი Facebook-ზე ხო? ხო, ეხლა მე Facebook-ს რო გავუგეგმო, მეთქე რაღაც Skype. რაღაც Skype. აი ესე დავემშვიდობე, რაღაც ვიდეოს ხონდა გამომშვიდობა და ოდნოები არ სტატუს აუ რა მხელა რაღაცა გამოსულია. სტატუს რო წერ კონკრეტულ ტიპს რო ეძღვნება ეგ სტატუსი და აი მაგალითად ფოტოზე კომენტარებში ლექსებს რო გიწერენ. ანუ მე დაქალები გიწერენ თორე ხა. თან, მაგრამ ანუ რა მნიშვნელობა აქვს, ხო გიხარია რომ ბევრი ის აქვს კომენტარი და 5+-ი თუ გიწერი, ანუ ეგ 5+ იყო ფასიანი. ანუ ეხა რო არის თუ 10k ლაიქი გაქვს რომ ვაუ, მაშინ იყო, ანუ ვიღაცები შეფასება იყო 1-დან 5-მდე. შეიძლება ერთიანი დაეწერა ვიღაცას, კი ბატონო, მაგრამ 5+ ვინმე თუ დაგიწერდა, შენ ფოტო რო გამოჩნდებოდა, ვინმე რო შევიდო და ეგრევე 5+ ეწერა რა, რომ აი უმაღლესი შეფასება იყო და 5+-ებზე ვაუ და აი ამას 5+ იყო რაღაც ის იყო. აი ძალიან, აი ეხა TikTok-ში რო ლომს თუ რაღაცა თუ სპილო თუ რაღაც რო უნდა დაუუტყა ხო, ის ყველაზე მაღალი, ანუ ეგ იყო 5+. ანუ შენ კი თანხას ვერ იღებდი ამაში, მაგრამ შენი სოციალური სტატუსი იწევდა, რომ შენ 5+-იანი ფოტოები გეტყავი რა, მაგ 5+-ებს. და უცებად ლათინური შრიფტით წერდით სტატუსებს. იმიტომ რომ მაშინ ქართული შრიფტი მეგონი საერთოდ არ მქონდა. ну მე არ მქონდა იმ შემთხვევაში და სხვებს არ ვიცი. ლათინურად რო წერდი რაღაცა სტატუსს და რო შედიხარ სტატუსი უწერია და რო შლიდი მე ეხა როგორც აერა სტატუსები დეშ. თითქმის იგივე ფუნქციის მატარებელი იყო, მაგრამ ანუ იქ აი რაღაც სხვანაირად ჩანდა რა, ანუ სტატუსი უეჭველი უნდა ქონდა რამე დაწერილი, რაღაცა სიბრძნე რა, აი. ხო, ანუ უეჭველი რამე წიგნიდან ამონარიდი, რომელიც შეიძლება საერთოდ არ ქონდა წაკითხული, მაგრამ ვიღაცამ გითხრა გაიგონე და აი პაულო კოელიუსებს და რაღაცები აუცილებლად ისე ხალი არ იყავი არც კაცი რა, რო თუ აი რაღაცა ანუ ოდნოკლასნიკის ანუ ვერ გადაავდი რა, ანუ იმენა სერიოზულად ეხა რომ შეხვიდე და დაათვალიერო. ეხა ძალიან გაგეცინება, მაგრამ მაშინ ეგ სერიოზულად ხდებოდა, რომ აი ის არ გაყრილი ჩემი გულია ხელი არ ახლო და ჯულია და აი ეგეთ რაღაცები რო ეწერა, ну აი ისო ანუ ოდნოკლასნიკის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი იყო ეგ სტატუსი, ხო, რომელთაც ანუ განირჩეოდი შენ ამ იმაში. რა შენ აკითხი იყავი? ხო და აი Skype-ის რაღაცა Skype-ზე გენი არ ქონდა. მწիր ხო და მაგით ვიტყვი რომ მაგის მწիր იმასთან შედარებით უკვე არის ოდნოკლასნიკი ის იყო ხო რაღაცა წინსვლა იყო და რაღაცა რომელიც აი ხო და აი
გარდა მაგისა, რომ რაღაც ინტელექტს ავლენდი და თუ რაღაც სტატუსი უნდა ქონოდა. აი კიდე რაში ძირითადად მიმოწერები და თავარი იცი რა ქონდა გოსწები. ანუ ვინმე რომ შემოდიოდა შენთან და გათვალიერებდა, მაგას ნახულობდი, იქ გადადიოდი გოსწ ეგრე იყო. აჰა. და ამან მე დამათვალიერა და ანუ აი ხარ სტორებს ნახულობ ხო მეგობრები და ეხა დაჟე სტორები ვინ ნახავით მეგობრებში არ ყავს, მეგობრებში არ ყავს, მაგასაც გიჩვენებს რა Facebook-ი, როგორც Instagram. და შენ რო ვიღაცის გვერდზე გადადიხარ დაათვალიერებ Facebook-ზე ან Instagram-ზე, თუ მის stories არ ნახავ, ხო ვერ ნახავს რომ დაათვალიერებ და შენც ვინც დაგსტალკავს, ვერ მიხვდები ვინ დაგსტალკა და იქ ანუ დამწვარი ამბავი იყო და ანუ იცი როგორ იყო ვიღაცა რომ შემოდიოდა შენთან და გათვალიერებდა და გოსწებში ამოგიგდებდა შენ ანუ აუცილებლად გადადიოდი რომ ენახა რომ შენს დაათვალიერე მე ის კიდე დაგათვალიერე მე კიდე და ანუ ერთი 10 დაგოსწვის მე იყო პირველი ჰაი აჰა ანუ პრივეტ აქ ჯერ აქიდან ხო აბარა კალივერებდა და მე ხო აბარა სტალკავდა ეხაც ხო ეგრეა მაგრამ მაშინ ცოტა კლეხური დალივერება დათიო. ხო და ამ სოციმედიაზე ის რო ვთქვათ რა, რომ სოციმედია ცუდი არ არის, ძალიან კაია საკომუნიკაციო წყაროა, მაგრამ სოციმედიაზე დამოკიდებულებაზე რო ვისაუბროთ, ცუდი კუთხიდანაც და კარგი კუთხიდანაც. აი მაგალითად, ვიღაცებს ახიზიანებს, ვიღაცებს არ ახიზიანებს, რა, აი არიან ადამიანთა ტიპაჟები, დღემდე რო შეხვდე იმათ Facebook-ზე, არის 5 წელიწადში ერთხელ უდევთ ფოტო და NBA Awards საზაფაჩულია რო შეგხვდება, წარმოიდგინე როდინდელი. და მაგით ვერ მიხვდები და ის ცოტა ანუ ვერ გაიგებ მის გემოვნებას და უკვე ცოტა რთულად შესაძლოა შეიძლება ის ადამიანი. მაგრამ აქვს და ანუ თან ყოველდღიურად იყენებს Messengers თუნდაც მიმოწერის ამბავში სკროლავს კიდეც, მაგრამ რაღაცებს არ დებს. არის მეორე კატეგორია, რომელიც ყველაფერს დებს, ყველა სტატუსს წერს, ყველა ჩეკინდება, feeling აი გავედი, აქ გამოვედი. ხო, ყველაფერი. მაგრამ იცი რა არის Facebook-მა თუ დაამატა ის ფუნქცია, რომ შენ შეგიძლია location-ი, ანუ სადაც იმყოფები ის მაგის საშუალება არის, ვინმე ამას თუ წერს, საერთოდ არ არის გამაღიზიანებელი, მაგრამ არის საფრთხეები, აი სტალკერებს, რომ აი ადამიანებს სტალკავს, რომ იცი შენი გემოვნება მუსიკის, განხრით სადადი ხარ, სად მუშაობ, რა მოგწონს, რაღაცები, ანუ ცოტა საფრთხე იქნება რა, მერე რომ აი მე ხა სადმე ვარ მარტო წასული ვიღაცა უცხო ჯგუფთან ერთად რაღაცა ლაშქრობაზე. უკვე საფრთხეა ის ვიღაცა თუ ცოტა არადალაგებული ტიპია ანუ ხო მართლა ანუ არ არის რა ეს უსაფრთხოება არ არის მაგ შემთხვევაში დაცულ რაც რო ღიად გაუშლით ჩვენს პირად ინფორმაციას მაგრამ აქ არის დამოკიდებულება პრობლემა კიდევ ადიქსია ან როგორც აი რაღაცაზე და როგორც თუ არ ასკროლენ რომ ვერ იცინებ ანუ ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს ძალიან ანუ რავი 99% ნაცნობების ანუ ძილიც ყველა სკროლავს შეიძლება რომ მიწერო მეც ეგრევა რა რომ აი შეიძლება რომ მომწერო პასუხი არ გაქცე, იმიტომ რომ მესიჯობა რო გეზარება და გეძინება და რაღაცა, მაგრამ ანუ რა სკროლავ რა. დაჟე ავტომატურად რა. დაჟე ერთი პერიოდი მქონდა დაყენებული iPhone-ზე ის ფუნქცია, რომ აი ხერებში ვარ გცალია და რაღაცას რო გინდა რომ ასკროლ. და ან რეცხავ ან რაღაცა. ხო, next ვეუბნებოდი და ასკროლავ და next და ასკროლავ და ხე გავთიშე, იმიტომ რომ ყოველ next-ზე რაღაცა სხვა ანუ მათ ვერ საერთოდ შევწუხდი და ანუ რო აი ღამე ხარ უსიხარ ჩუმად ну ზიხარ არ წევხარ ჩუმად და უცებ გვერდ ოთახიდან ვიღაცა რო იწახის next ოჯახის შემცხვა ცოტა უფრო მაგიტო გავთიშე ვარ ну მაგარი ფუნქცია ქონია ხო და აი ხელმოუწლელი ან წარმოიდგინე რომ აი მაგამდე რო ხარ დამოკიდებული ტელეფონში და მე შენი ცხოვრება რამდენად ლამაზია, ლაღია, ბედნიერი ხარ, ან უბედური ხარ განსაზღვროს სოციალურ ქსელი. კი. და მოდი ამ თემას ჩავაჭიროთ ჩვენ. კი, აი არის აი მას მწვერვალი მაგ აზრისა, რომ აი შენს როცა შენ ცხოვრებას უკვე განსაზღვროს, ანუ არის შენ რეალური მოცემულობა, აი აქ და ახლა და არის იმ სოციალურ ქსელში, ხო? ანუ ახლა უსაფრთხოებაზე რო ამბობდი, ხო? უსაფრთხოების თემას არის რა, აი მაგასაც დავამატებდი, იცი? აი ხო რა, შენი რაღაც თუნდაც ელემენტარული ინფორმაცია, აი სტალკერი, აი სტალკერიც რო იმას აქვთ ვთქვათ, ადამიანურ ენაზე რა, ადამიანი რომელიც დაგდევს ან რაღაცა გადაკიდებული არის, შეუძლია რომ გამოიყენოს, ხო, ბოროტად. კი, აბარა. ხო და უსაფრთხოების ამბავშიც და უსაფრთხოებას პლუს ეს რაღაც კომიკური ამბები იყო რა. აი ეს მედიუმები მკითხავები და ისინი რო არიან რა. ну ყველასთან არა ეხლა ზოგ შეიძლება არ ქონდა Facebook-ი ან რაღაც ეგ სოციალური ქსელი და მიდის ტიპი ამ იმასთან სადღაც იყო არ ვიცი ჩეხეთში თუ სადღაც ვიღაცა ეგეთ მედიუმი იყო
ეს როცა მიდიოდა ეს ვიღაცაები ეს კლიენტები რა მედიუმთან იქ რაღაც მოსაცდელივით ჰქონდა ამ ტიპს დასვავდნენ სახელდაგვარს გამოკითხავდნენ და ეძებდნენ რა ამ Facebook-ში და ნუ ეხა იქ თუნდაც ძაღლი რო ყავს რა ეტყო რომ შევიდოდა ეხა ეს ტიპი ამ მედიუმთან ეს ბურთი რო აქ და აი იცი თქვენი ძაღლი როგორ არის რაღაც ჯეკი და რაღაცები და უკვე შო რა გაჭერილი ხარ. ხო ანუ შენი ინფორმაცია მარტივად შენზე შენ ხასიათზე თუ რაღაცაზე შეუულია ვიღაცას გქონდეს ინფორმაცია. აი უსაფრთხოების ამბავში და მაქს ალკინგის ამბავში და აი ის რო უკვე დამოკიდებულება და აი ძალიან ისეთი თემაა და აი ნენელა რო წავიდეთ რომ აი მაგ ცხოვრება რაღაცა ნუ რაღაც უკმაყოფილო ვარ ხო ანუ მე რო ამ ცხოვრებაში რეალურ ცხოვრებაში ვიყო თითქმის ყველაფრით კმაყოფილი რა ეხა ყველაფრით კმაყოფილები ვერ ვართ ვერავინ მაგრამ აი ნუ ყველაფერი რომ მქონდეს მეტნაკლებად დაბალანსებული ეგ არ დამჭირდებოდა ხო რომ იმ სოციალურ ქსელში შექმნა ახალი ცხოვრება რაღაცა სახელები ჩემი საოცნება ცხოვრება შევიქმნა. სახელები გადავირქვა ფილერი დავიდო იქ რაღაცა ფილერი ფილტრი. ხო ფილტრი რა ფილერი ტუჩი ფილტრი ეფექტი. მერცად ჩემო როგორი უფეხული ხო და აი რაღაცეები შედაიდე. ხო და ეს ქალური რაღაცები ანუ ეხა მარტო ქალებს რატო აჭერ მამაკაცებსაც ჩააჭირე. იდებენ ფილერებს გარდა იმისა რომ ფილერებს იდებენ აი მამაკაცების აი ინსტაგრამზე არ შეგხვედრია რომ ძალიან დახვეწილი ის რო აქვს რო აი აი რაღაც ის არის რა პრომო სულ რომ აი მაგასაც ტიპი ვარჯიშობს გასაგებია რომ ვარჯიშობს და გინდა რომ ჯანსაღ ცხოვრებას რაღაცა პროპაგანდა გაუწიო და კარგია მაგრამ ანუ მარტო მაგაზე რო გაქვს მარტო კუნთებზე და ტანსაცმელი აი ეს კუნთები და პერანგი კუნთები და ვარჯიშობა მარტო ანუ იმის იქეთ ანუ კუნთის იქეთ არ არის ცხოვრება რაც შეგიძლია მაჩვენო შენი ცხოვრება ანუ რაღაცას რომ იზიარებ სოციალურ ქსელში ვიდეოს ფოტოს ანუ მაჩვენებ ან მახარბებ დემონსტრირებ ხო ანუ რაღაცას ცდილობ რა რომ ყურადღება მიიპყო ან რაღაცა და მე იქნება შტაბეჭდება რომ შენ ვარჯიშის იქეთ არიცი არაფერი ისევე როგორც აი ხა მარტო ვარჯიშზე რო ჩავაჭიროთ და ვთქვათ რომ ცუდი არა ვარჯიში ძალიან კაი აგერ გეტყობა ხიფზე აი მაგალითად ვიღაცა რომ აი ცალკე აი ხდება ბლოგერი იყო მცხოველი და ეგ ცალკე ბლოგი გქონდეს ცხობასთან დაკავშირებით მაგრამ პირადი ქსელი იქაც თუ მარტო ცხობაზეა შენი ცხოვრება ანუ იმის იქეთ არაფერი არ გაგაჩნია ანუ ხო რა ხარ ვინ ხარ თუნდაც და ყველაზე მთავარი რაც ძალიან ცუდი აი ინფლუენს თუ შევეხებით ანუ პირველი ის რომ გვატყუებენ ანუ ინფლუენსერები 99% გვატყუებს და ცდილობს ის ნაგავი შემოგტენოს რაც შეიძლება თვითონ საერთოდ არ მოწონს ამაში ფული აქვს აღებული და მეორე უკიდურესობა ის აქვს რომ ანუ წვილებში მაგალითად და მე პირადად ვარ შემწრებოთ არ ვიტყვი ახლა ვინმე რამე რო ისიც რომ არ მოიცნოს რომ ანუ ტელეფონში აქვს ცხოვრება ტელეფონის იქეთ რაღაცას თუ არიღებენ ისე აგრესიულად თუნდაც ხალხს რაღაცას ისე ცუდად ეტყვიან რომ გწყდება გული რომ შენ რო სოციალურ ქსელიდან იცესინი რომ ვაიმე რა საყვარლები არიან და გშურს და აუ მეც მინდა ესეთი ბიჭი რომ მყავდეს და მეც მინდა ესეთი გოგო რომ მყავდეს და აუ მეც ანუ აქედან მესამე ადამიანი რო აი შურს და გულით ტკივა რომ შენის რაღაცა არ გაქვს რაც იმას აქვს მე აღმოაჩენ რომ პირიქით შენ გაქვს ის რაც იმას არ აქვს და იმას აკლია და მაგით ივსებს იმიტომ რომ ანუ მორჩა ეს პატარა ყუთში გვაქვს ცხოვრება ეს პატარა ყუთი გაიწია გვერდზე და ისე უხეშად შემიძლია რაღაცა გითხრა და შენც მითხრა და თან ხალხია და ამ დროს მით უმეტეს და ანუ ერთი არ ვიცი კიდე შეიძლება რა უთხრან ერთმანეთს მაგრამ ანუ კამერა და ეგრევე ბედნიერი ხარ რა ხო აი მთელი მუღამი მაგაში არის რომ ანუ შენ შეგიძლია რომ შეიცვალო ამ სოციალურ ქსელში შენი რაღაცა და რატო ვის ვატყუებ რაში მჭირდება მოტყუება მაგას ვერ ხვდები ანუ რაში მჭირდება მოტყუებაზე უფრო მეტად რა ხდება იცი რომ აი თავს იტყუებენ ხო მე რო რაღაც აგრესია მაქვს აი სიტყვაზე ეს ანონიმური აკაუნტები რო არის და რაღაცა ის წერია გაუქმდა და მაგა ვიღაცა რაღაც აბსოლუტურად სხვა სახელი და გვარი არის და იმის უკან იმალება რეალური ტიპი რომელსაც აგრესია აქვს დაგროვილი და აი რაღაცა აი ტროლებს და ბოტებს რო ეძახიან ეხლა რეალურ შეიძლება ეხლა უკვე არის იმ დონეზე მისული რომ კომპიუტერმაც გააკეთოს ეგ და კომპიუტერული ტროლი და ბოტიც არსებობს, მაგრამ სანამ ეგენი იქნებოდნენ, ჩვეულებრივი ადამიანები, რომელიც ანუ უსახო ადამიანია, არანაირი ინფორმაცია არ გაქვს და არა ვიცი, გაგინებს, განწყავს. თან ეხა ანონიმურად კომენტარის დამატება შეიძლება და დაჟე ეგეც კი აღარ გჭირდება, რომ ეხა შენ შეგიძლია შენ Facebook-ი გადაიყვანო ანონიმურ კომენტარზე და გალანდ ხო, ანუ აქამდე ხო ლანძღვა გინება იყო.
აგრესია იყო. მაგრამ აქამდე შენი პირადი Facebook-ი თუ იყო, მე გეშინოდა რომ ვიღაცა შეიძლება გადმოსულიყო, რაღაცა დაეწერა, ვიღაცა მოეძებნა იმისთვის მიეწერა, ანუ რაღაც. და ეხლა ვერავინ ვერაფერს რო ვერ იზავს, აი ესე არის მიშვებულია, აი ბულინგი, აი რავი. სოციალურ ქსელს ბულინგია ჩვეულებრივ. ანონიმურობის თემა ეგ ერთი რომ ანუ ვერავინ და ის ვერ გყოლობს დედამიწის ზურგზე, ნუ ეხლა თუ რაღაცა ის არ ჩაერია რაღაცა. ცერუ და მთელი ამბები და მართლა ის არ გააკეთე, შეიძლება ვიღაცა უზომოდ ლანძღო, შეიძლება რაღაც გაგიხარდება, ხო და აი ძალიან მაგარი წერტილამდე მივდივართ რომ ანუ შეიძლება გააკეთო ის რაც გაგიხარდება. ანუ ამ რეალურ ცხოვრებაში ხო მაგას ვერ გააკეთებ რომ მოგთხოვს ვიღაცა პასუხს რომ ეხლა რომ აუდგე და ვიღაცას ვაგინო და ვაფურთხო ის ვიღაცა სათანადო პასუხს გამცემს მაგრამ ის ხო გამიგდებს იქოში და იქ აი კლავიატურის ვარჯიში დაგჭება გვერდი კლავიატურის ლომები ეგეთი მცნება არსებობს რა აი კლავიატურის ლომები არიან ვისაც ყველაფერზე აზრი აქვს აი რა ვიცი რა აღარ ჩერდებიან რა და ანუ ეგ მიანიჭა იმან რა სოციალურმა ქსელმა ადამიანებს რომლებიც არის შეუმდგარი ტიპები არიან სახში ზიან რა ვიცი ვერაფერს ვერ აკეთებენ დაბალი თვითშეფასება აქვს ეგ მაგათთვის არის რაღაც ასპარეზი სადაც შეუულიათ რომ აი მეფეთ იქცნონ თავი რა ეგ ერთი მეორე ანუ კიდე არის ანუ აქ ანუ ერთიზე რომ შევთანხმდეთ ის რომ სოციალურ ქსელს აქვს აი რაღაც უსაზღრო ძალაუფლება აქვს ხო სოციალური ქსელებით ანონსდებოდა რაღაცა აქციები ყველაფერი მანდ არ ადამიანს არ ურეკავ მობილურზე შეიძლება არ ქონდეს დასარეკი იმიტომ რომ მესენჯერში დაურეკავ WhatsApp-ში და დაურეკე მე დაურეკე 3 დღის წინ ადამიანს მე ამ რო არ მოგატყო არ ვიცი არ მართლა არ მახსოვს აი მობილურით ვიღაცები მირეკავენ ის იშვიათად მაგრამ მე რო დაურეკო აი მესენჯერში მივწერ იქ რაღაცა დაუქოლავ და დაუქოლა ქართულად ვისაუბრებ დაურეკავ ანუ დაურეკავ მე ხალხი ფიქრობს ტელეფონზე ვერეკავ და ხო და ანუ იქ ვართ რა იდეა ცხოვრობთ იქ ანუ არის აქ ცხოვრება იქ ცხოვრება და იმდენად უკვე ზღვარი წაშლილია ანუ იმ ცხოვრებას რომ Facebook-ზე ხალხი ლოცულობს გააზიარე ამინ კი ხო ანუ ამინები ადამიანი რო გარდაიცვლება შეიძლება შენი ემოციის გამოტანა გინდოდეს რომ ვინმეს დაელაპარაკო მაგრამ ანუ ეს სხვა არ უნდა იყოს საჯარო გლოვა რომ აი 24/7-ზე რომ გარდაცვლილების თან ფოტოები ანუ სოციალი როცა იყო მასშტაბი ფოტო კი არა ანუ სასახლეში ვარ ჩაწვენდა ეგეთ ანუ ძალიან დრამა კიდევ ვერ ვეთანხმები ადამიანებს რომლებიც არიან ცუდად დეპრესიაში და გიმტკიცებენ რომ ცუდად არიან მაგრამ ნებისმიერი ცრემლი რომ მოადგებათ რომ ვიდეოს იღებენ და მე გეუბნები რომ ამ ყველაფერს მე იმიტომ ვაკეთებ რომ შენ არ შეგეშინდეს ტირილის ანუ ეგ არის შეფარვა საზოგადოების რომ ყურადღება მიიღოს და ანუ ნახვების რაოდენობა დააგროვოს რომ მე თუ ტირი შენ შეგიძლია იტირო ანუ თუ ტირი ანუ მართლა გულწრფელობამდე რომ ჩავიდეთ ვინმეს ანუ ყველას თავი ცხოვრება აქვს ისქნას მაგრამ ანუ გულწრფელები რო ვიყოთ თუ ტირი და ცუდად თუ არ აი ტელეფონი ამოვიღო და როგორ გამოვიყურები და ტელეფონში ვიტირო აი მაგამდე ვერ მიხვალ ანუ მე თუ მართლა ტირი თუ მე იმით ანუ ვიტირე მე მივხვდი რომ მოდი ეს ემოცია სხვას გაუზიარო და მე თავიდან ძალით ვიტირე და ხელში ავიღე უკვე ძალით არის ანუ ის ემოცია არ არის აი რავი ღმერთმა ყველა დაგვიფაროს და ეხა რავი შვილი რო მოუკვდეს დედას ანუ ტელეფონი ავიღო და ვიტირო რომ აი შვილო ეხა გავიგე ანუ ხო აბსურდია აი ხო აბსურდია და ეგეთი აბსურდია რომ ეხა მე რაღაცა დეპრესიაში ვარ გული მეტკინა და ტირი და აი თარო მინდა რომ ლამაზი ანუ აქეთა პროფილი მაქვს ლამაზი და ეგეთა პროფილიდან გადავიღო ვიდეო ანუ რა სიგიჟია კი და არც ერთს რო ტირის ფილმების იქეთ მე არ მინახავს რომ ცრემლის გარდა ცხვირიდან სისვალე მოდის ან რაღაცა სახი აქვს მახინჯად მიხვდი ანუ აი დალაგებული ტირილია და დალაგებულად თუ ტირი ესე იგი მატყუებ და რატომ მატყუებ ანუ ეგ არის სოციალური მედია არის ტყუილი ასევე ინფლუენსერები რომლებიც ფოლოვერებს ყიდულობენ ლაიქებს ყიდულობენ ნახვებს ყიდულობენ და მე ანუ ამით შენ გონია რომ ვაუ არაფერს არ აკეთებ შეგან გასხოვს და შენ იჩაგრები რომ ანუ მე რატო ანუ ყავს 200.000 300.000 ნახვარ მილიონი გამომწერი იმას რომ ყავს რასაკეთებს ეგეც და იდეაში რომ შედიხარ ფოლოვერებში ბოტებია ეგეთი რაღაცა როდესაც ფოტო არ უდევს არაფერი არ უდევს და ეს არავის არ ყავს გამოწერილი მარტო ამას ყავს გამოწერილი და აი შენ რო დადო ეხა წარმოვიდგინე შენი ფოტო და 2 ლაიქი რო გაქვს და რაღაცა სხვა ფოტოს როდებ რაც კომპანიას ჭირდება 200.000 ლაიქი რო აქვს ანუ ხო აბსურდია
მე თუ შენი მეგობარი ვარ და გამოწერილი მყავხარ 9 მილიონ ადამიანს, თუნდაც რავი 100,000 ადამიანს. ანუ 100,000 მიმდევარი თუ გყავს რეალური, რავი 10,000 მაინც დაგილაიქებს შენს ლამაზ ფოტოს, ხო მინიმუმ. და არა რაღაცა ჰალსტუხის ფოტოს. პირობითად. ანუ ეგეც ხო უკვე ტყუილი, ანუ მანდაც მაჭმევდა. ხალხი ამ ყველაფერს ჭამს თან. ხალხს უნდა რომ ჭამოს. სკროლაში ხო ისედაც ჩვენი ცხოვრების ძალიან ბევრ წუთებს ხარჯავთ, საათებს ხარჯავთ და თან თუ სკროლავ ხო რაღაცა მირჩევნია ვისწავლო მინიმუმ, გამეცინოს, ანუ იუმორისტული კონტენტი, ახლა ეგეც ძალიან ის სუბიექტურია, მაგრამ იუმორისტული კონტენტი კიდე ოკეია, იმიტომ რომ ხასიათზე მოდიხარ და ბედნიერი ხარ რა, ანუ რაღაცა დივსები რა. რამე ცხობა რო ისწავლო, კიდე რაღაცა შეიძლება, ნუ ბიუთი რაღაცები სახეს როგორ მოუაროთ. მაგრამ ანუ ეს ყველაფერი რო ზედმეტად რეკლამით არის აღჭურვილი. აი ეს რო ხშირის უკვე თვალში რა. ხო და რაღაცას რო ვერ არის რიგზე, მაგრამ მაინც და მე რო ამას საათობით ვსკროლო, ჩემშია პრობლემა, შენში კი არა, ანუ შენ მაკლობს აკეთებ და მე ამ ყველაფერს ვჭამ. და რატო არა, რატო არა, როცა შეგიძლია შენ ამით ფული გააკეთო, იმიტომ რომ მე სხვა გზა არ მაქვს. და ანუ მაგრამ ეზარება და TikTok-ზე შემიძლია ვიღაცის ლაივში შევიდე და დაძინებულ ქეთი ეგიდუნაშულს ვუყუროს. ხინი ვნახე, ქალს ძინავს და სადღაც 15,000 კაცი უყურებს ქალს რო ძინავს. ანუ რა ხდება? აი რაღაც ძალიან დეგრადირებაა რა. ანუ აი ეგ ძალიან მაგარი თემაა რა. ქეთის არც არ ვერჩი კაცო თავისი ცხოვრება აქვს. შეიძლება იქ ვიღაცა იმ 15,000 ადამიანშია პრობლემა რომ მე მძინავ. და ხალხმა იმიტომ რომ მე დამცინოს თან. ხო და მილიონი შეიძლება ქეთი ეგიდუნაშვილი იყოს და რა ვიცი, მაგას უკვე აღარა აქვს ის აი თვითონ ის რომ ეგ მოთხოვნადი არის რომ აი ეს ხალხი ეგეთ რაღაცებს უყურებს. აი შენ რასაც ამბობდი რომ მე რაღაცა იმაში ვარ, ხო, რაღაც ტრაგიკული რაღაცა მომივიდა და აი ხა რაღაც ამში მე უცებ აუდგე, ტელეფონი სად არის და რაღაც ტირი ვარ რაღაცა და აი შემხედე და რაღაც. ხო, აი იმდენად ყალბი არის, აი ხო და ანუ ეს სიცრუის და რაღაც სიმართლის ზღვარი წაშლილია რა ამ სოციალურ ქსელში რა. ჯერ მე არის ამ ლაიქებზე ის არა ვქი, ანუ ეს სიტყვა სხვა ვერ ახსენს, ხიშნიკობა. აი ლაიქებზე ლაიქი დამიწერე, ხა ვიღაც შეიძლება აი იმ სოციალურ ქსელთან რეალობაში გადმოგიხდეს ამ ლაიქზე და აი ლაიქი დამიწერე, განამუსებს რომ ლაიქს რატო არ უწერ, ლაიქი განა რა გახდა რომ დაუწერო და რაღაცა და აი რაღაცა ის არის რა, რაღაც სამყაროა, რომელიც აი რეალურ სამყაროს უკვე აჭარბებს რა, ხო ხდები? ანუ იქ ცხოვრობ, ის არის შენი ცხოვრება, მაგრამ ტელეფონი რო დაგიჯდეს და ცოტა ხანი რო დადო, ანუ მე ხო რეალურ ცხოვრებაში შედიხარ და ოჯახის წევრები, ნაცნობები რაღაცები და ხო ანუ ის ანუ პატარა რავი პატარა ყუთი განსაზღვრავს შენს ყოველდღიურობას და აი შენს ცხოვრებას და მე სადღაცას ტეხავს რომ აი ჩემი ცხოვრება ყუთი რატო უნდა იყოს როცა იმის იქეთ ემოცია ნამდვილი ემოციები მაქვს რომელსაც აი რავი ვერ გააზიარებ ეგრე ბუნებრივად მართლა უცებ რაღაცა კამერა თუ გაქვს ჩართული და იმ წამს რაღაცა მოხდა უცებ კიდე ოკეი რა რომ აი ყველა ვიდეოს ეთყობა რა არის ნამდვილი და რა არის დაგმული ახლა დავიწყო. ხო და აი მაგ ნამდვილი ემოციების ატროფირება ხდება, გაქრობა რა, რომ მე ხა მართლა კამერას თუ ვერ ხედავ და ის თუ ვერ გავაკეთე, ხო? ვეღარ ვწირი ვარ, ვეღარ ვიცინი ვარ, აი უკვე ის არა მაქვს რა. წირი ვიცინი. აი რაღაც იმაში გრამატიკული ის რა. ხო. შანიძე. აკაკი. ხო და ანუ რაღაც აი მარაზმია, ხო და აი კიდე მომენტი არის, კიდე აი ღმერთო დაგვიფარე, უკვე იმაში გადავდივართ, ეს AI და დაემატა ეხა და აი რაღაც ბავშვი არის და პირის რა AI-ის გაკეთებული რაღაც ხელოვნური ინტელექტის, ან ვიღაცა ბებო არის და ყვავილები და მე ამდენი ყვავილი მეჭირა და ანუ იგინება და შენი ჭირმა შენ გენაცვალა ერთი 100,000 ლაიქი აქვს და კომენტარი ბებო შენ გენაცვალო ჩემი თავი და რაღაცა ჩაკაი ბიჭი ხარ. ამ ბავშვის ვიღაცები დაეხუპა და რაღაც და ერთი ლაიქი დაუწეროთ ანუ ნახე ეგ რო ნამდვილი იყოს და AI არ იყოს და ვიღაცა ღმერთმა დაიფარა 3 წლის ბავშვი დარჩა ომში დაეხუპა და ობოლი. შენი ლაიქი რას უწყვეტს რომელდაც მითხარი? ანუ თუ არსებობს ფონდი სადაც ფულს ჩაურიცხავ რო ანუ არა აი ლაიქი უნდა და აი რატო უნდა დავუწერო ლაიქ? თან იმენა ის რო არის რა AI-ია, მაგრამ მაინც უნდა დავუწეროთ აი გიჟივით და გაზიარებებით და აი აი ის რო არა პანდას რო ქონა თუ დახმარებია დაწერე ამინ. ხო, და დაახლოებით ეგაა ხო და აი მანდ მიდის. აი მე ძალიან გადავყვა მაგაზე, ანუ უცებ არ ვიტყვი, კაი, მაგრამ მე უნდა თქვა ეგეთ. ჩემს ერთ მეგობარს, ანუ არა იმას არ ვიტყვი, ვინქნა.
მაგრამ ეს არის რა აღდგომა მოდიო და წარმოიდგინე და დაახლოებით 2 კვირით ადრე ხდება პოსტი, რომ გახწნილი, ოღონდ რაღაცნაირი კანი როა შერჩენილი, ეგეთი გახწნილი რაღაცა გვამის ის არის და იესო ქრისტეს უხრწნელი სხეულიო, გააზიარეთო. და თქვენ ანუ რაღაცა ლოცვა იყო დიდი, რომ ეს იესო ქრისტეს უხრწნელი სხეული რომ უნდა გააზიარო და ანუ რამდენი გაზიარება ქონდა. ის 2 კვირაში მოდიოდა აღდგომა. ოღონდ მართლმადიდებლების გაზიარებული იყო თან ეს უხრწნელი სხეული და მეთქი აი აღდგომა, აბა რას ნიშნავს? მეთქი პროსტა სადახართ, მაგრამ აი ძალიან ბევრი, ანუ რავი, აი თითქმის 100,000-ობით გაზიარება ქონდა მის უხრწნელ სხეულს. ხო და აი ხა წარმოიდგინე იესო ქრისტეს, აი ვინმე წმინდანის კიდე ხო, მაგრამ იესო ქრისტეს უხრწნელ სხეულს ქონდა 100,000-ობით გაზიარება. ხო და ანუ სადავა, ლოგიკა სად არის? სადავა. მაგას ანუ 100,000 მინიმუმ 100,000 შტერი ყავს ქვეყანაში, მინიმუმ. ხო და აი წარმოიდგინე ეგ რომ ხა რეალობის დონეზე აიყოს ვიღაცამ ხო ეხლა რეალობის დონეზე ვერ მოხერხდება რომ ამ 100,000-მა კაცმა ეგრე გამოვიდეს და ქუჩაში რომ აი რაღაცა ეგ წარმოთქვას რაღაცა და იქ რაღაც მოცემულობა აქვს რაღაც fake ტყუილი რაღაცა რაზეც აზიარებს და უკვე ველი იქნება რაღაცა სიგიჟის რა კიდე ისაა რა აი მაგ განხრით რა მეც უნდა ვთქვა იმიტომ რომ აი უბრალოდ ცოფთები რა ამ იმას აი რაღაც არის ვიღაც დაზარალებულია თუ რაღაცა თუ იმას რა უფალო უშველე. ნახა უფალი დაეხმარება. უფალი თქვენთანაა და რა ბიჭო, კაი, შეიძლება არ ქონდეს ის ლარიანიც და რაღაც მორალური მასში არ გადავდივარ, რომ ეხლა აი უფალი იქა და რაღაც აი ხო ეხლა წარმოვიდგინე რომ რაღაც უფალი Facebook-ში აი მაგ ციტა წარმომიდგენია რომ უფალი ეს ის უჭირავს რა, ტელეფონში სკროლავს და უფალო უშველე, ამას უნდა ვუშველო, ეს რომელი, ვსო ვუშველე. უფალო დაეხმარა, ვსო ეს რომელი, ანუ ეგრე წარმოუდგენიათ რომ Facebook-ი აქვს იესო ქრისტეს და ის ანუ ღმერთს ზოგადად და ის აი ეგრე წარმოუდგენიათ. ხო და აი მანდაც გადავიტანეთ, ხო აი ყველაფერი ჩავსვით ამ სოციალურ ქსელში. აუ ჭამასმა, რელიგია და აი იქ არის და აი მართლა რაღაც თითქოს რაღაც ჩვენ რაღაც იუმორიც შეუღიოთ რომ ის აი ვერ აღიქვავ რა ხდება. გადავიდა რა ცხოვრება რა. აუცე სასეინოდ გინდა გასვლა, იქ რაღაცები ბუნების ისენი იმით კმაყოფილდები, მეგობარზე წეღარობს ვი, აი მესენჯერში დაურეკავ, აი ემოციების ატროფირება რა, შეიძლება ადამიანი ხო სადღაც საზღვარგარეთაა. ანუ უბრალოდ დიდი ხანი არ მინახე. იქ სმაილს მივწერე დაუგულავ რაღაცა და სულ აი იცი როგორ არა და ანუ არ ურეკავ. ეგ არის ძალიან ცუდა. მე მაგათაც შემხვდა შენი ფოტო და არ მინახი ხარ, აი ძალიან ბევრი წელია, ხო? და შენ სტორიებს, ფოტოებს, ვიდეოებს თუ ნახავ, უკვე ვიცი როგორ ხარ. სოციალურ ქსელიდან და ეს მიმაჩნია რომ კარგად არის. და იდეაში ძალიან მარტივია დაურეკო და ადამიანს კითხო მართლა როგორ არის, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ცუდად იყოს და ის შენი ზარი იმ წამს, ანუ ძალიან ბევრს უწყვეტეს, რომ აი რა როგორ ხარ და ცუდად ვარ, მაგრამ მადლობა რომ აი მომიკითხეთ და უკვე კარგად ვარ, იმიტომ რომ ვიღაცა მომიკითხა და ვიდეოებს გაცდა რა და დალაიქებებს გაცდა ეს რაღაც კომუნიკაცია, მინიმუმ გაგახსენდი და დარეკე. ანუ უფასოდ დარეკე, თან უფასოდ. აი ხა კიდე კონკრეტულად თუ შევეხოთ, აი რაზე ვგიჟდები, იცი კიდე აი სიყვარულის გამოხატვა კიდე აი სოციალურ ქსელში რა. ეს სახელები როა რა, დათოეკა და გიორგი, რა ვიცი, მაყვალა და აი მაგაზე კიდე ვგიჟდები რა, ხა ბევრი ვიცი რომ კოკოლას დამაკლის მაგის გამო, მაგრამ ანუ აი იმაზე თუ არ დავწერე ჩემი სახელი და კიდე ჩემი გულის ორი სახელი, ისე ნუ ისა რაღაცა ამის და ამის ისა გამოძახებით და ვიღაცა ნაცია. ხო ისედაც ვიცი, რომ აი ცოლ-ქმარია თუ შეყვარებული არ მჭირდება, ხა ხო და აი ის აი ძალიან ისა რა სხვათა შორის აი ტრაგიკომიკული ისა რა მოცემულობა სოციალური ქსელი ჩემი აზრით. და თან წავიდე მე მინდა რომ შენ მოგწერო რაღაცა მაინტერესებს და საერთო Facebook-ი რა და რო არ ვიცი ვის ვწერ. ხო, და ამიტომ შეიძლება იქ რეები ხდება მაგის გამო რაღაც ოჯახები ინგრევა. და რო არ ვიცი რაღაცა რო ისეთი გაინტერესებს რა წვიმა რა თუნდაც დაკალს. მინდა რომ რაღაცა მივწერო და არ მინდა რომ მის ქმარს მივწერო. და აი რო ვერ წერ, იმიტომ რომ მისი ქმარი ხო არ მომწერს. აი ამ პირიქით ხო აი უძმაკაც რო წერ და მისი ცოლი რო გპასუხობს. და კიდევ ესეც უნდა თქვა რა, აი ადამიანი რო გარდაიცვლება რა, და რაღაც ესეთ ტრაგიკული ამბავია. ეს Facebook-ზე რაღაცები, ან მის Facebook-ზე ისევ რაღაცები იდება. ის რო ტრანსგენდერი რო დაიღუპა ჩვენი დისტაური. TikTok-ი ხო და ბოლოს რა არც ერთი დიდი ხნით, ალბათ 1-2 თვის წინ
ვიდეო ამომივარ და მაგის და თან მეთქი ვიღაცამ გაკეთა მაგის სახით გადავედი და მაგის ძველი TikTok-ია ის ვიდეოები რაც ოდესმე ანუ ახლები ემატება აი ეხ წარმოიდგინე რამხელა დრამაა რომ მე მისი ახლობელი ვარ ოჯახის წევრი ვარ და ხედავ რომ მისი TikTok-ი მოქმედებს ან დაღუპული ადამიანია და მისი Facebook-ი სტატუსები კი ონლაინს იმაშია მწვანეთან მწვანეთ ანათებს ეხ ვანთხოვა ეს რაღაცას ხო და რაღაც ტრაგედიის შოკი არის ამბავ ხო რა ხედავ რომ ესეთი ამბავია ტელეფონი ჩააყოლეს და მე მესიჯება ხო აი ისა და აი TikTok-ზე რა TikTok-ზე შერასაც ამბობდი წერან აი კიდე მაგას რო ჩავიდეთ აი მართლა ხო ანუ ვინც აუნა იყოს ხეთი ეგიდუნაშვილი თუ ვიღაცა ტვინით სავსე ტიპი რა მე ესე იგი რა აი პირდაპირ თქვი ისეთი განზრეული მაქვს რომ უყურებ ამას რომ სხვა ტიპი როგორ ცხოვრობს რა აი სხვა ტიპი აი საჭმელს ჭამს ვიღაცა ბოდიში და აბოყინებს ვიღაცა ну აი ყველაფერი ხო ანუ მე ესე იგი ადამიანს ანუ აღარანაირი ცხოვრებაში ინტერესი აქვს საერთოდ არ მაქვს რომ ვიღაც ტიპებს დაუჯდე და აი რა აუთავე იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება არ მაქვს და ვიღაცის ცხოვრებას მაინც ვუყურო აი ეგ აი ყველაზე მნიშვნელოვანი იმაზე მიხვედი ხა შენ რა სოციალური ცელი შენ ეთქო ფსიქოლოგი იყავი წინ ცხოვრებაში სოციალური ცელის აი რაღაც აი რაზეც არის აშენებული და აი რაზეც ვითარდება რა თან მაგარი შენდებს მაგ სოციალურ რომ უყურებს ტენდენციას ადამიანის ალგორითმს ითვლის რისკენ ამიდრეკილი რა ეს აი ეხლა მაგას ხო მე სულ შავი ჰუმორის მიგდებს ერთი რომ დავალაიქე ის პოსეიდაუნი რომ დავალაიქე სულ ეგეთებს მიგდებს და ეხლა მეც ბედნიერ სახით ვქროლავ და ვიხევი სიცილით ეგ ხო რაღაც თავიდან არ ჩამოფრენილა რომ ეს ხალხი რისკენ ამიდრეკილი უფრო მეტ კონტენტს იმას თავად ხო რა თქმა უნდა ანუ მე რო რაღაცა მინდა რომ ვიღაცის რაღაც ცხოვრებას უყუროსო, ესე იგი ჩემი ცხოვრება არ მაქვს და შენ რაც არ უნდა შემომთავაზო და რაც არ უნდა მომაწოდო, ყველაფერს მივიღებ. აი მართლა რომ ვიღაცა ტიპი აი ესე რომ იჯდეს, აი წარმოიდგინე, ჩართული მაქვს და ტიპი ესე ზის რა, აი 12 საათი და მე უყურებ. Prime House. აი Prime House-ი. ან იქამდე ხო იყო ის ჯეობარი და რაღაც და მაშინ კიდე მესმის ჯეობარი, ну, ბევრად რეალისტური იყო და როგორც ვიცი, იგივე ხალხი აკეთებს ამასაც. უბრალოდ ეხლა იმიტომ რომ ბულინგი და რაღაცებმა იწია საზოგადოებაში, იგივენაირად ვეღარ მოექცევიან მონაწილეები ერთმანეთს. ანუ მაშინ ჯეობაში რები ხდებოდა და ამ ტანებში საერთოდ. და მაშინ კიდე შეიძლება ეს რაღაცისთვის გეყურებინა, იმიტომ რომ არ ქონდა სხვა მოცემულობა. ტელევიზორი ქონდა, სადაც გადიოდა თავიდან ვესტერნიკი და მე უკვე მოამბე. და აი რაღაცა სერიალი გადიოდა და დაახლოებით არ მახსოვს 11 საათზე თუ 12-ზე. იმენა ტელევიზია ითიშებოდა და ესე ფერადი ზოლები იყო და всё უნდა გაგეთიშა. და ირთვებოდა 8-ზე თუ 7-ზე, აი ხამდე აი ხამე რო ჩაგერთ ტელევიზორი არაფერი არ ხდებოდა. და ეგ რაღაცა რო შემოვიდა უკვე შენ შეგიძლია განსხვავებული ადამიანი ნახო სახეზე, რაღაცა ვიღაცა და კიდე შეიძლება მაგ დროს ან აქტუალური იყოს, რომ აბა და ვიღაცას უგულ შემატკირო და ეხა 21 საუკუნეში ნებისმიერი ადამიანის ადგილმდებარეობა რო იცი და ყველაფრის ნახვა რო შეგიძლია და მაინც ამ Prime House უყურებ, სადაც აი რავი, ეხა თავიდან ბოლომდე რო გითხრა რომ რომელიმე დღეს ესე ჩავჯექი და გავარჩია თქო, არა და მაგიტო ეხა ისე ზუსტადაც თავს ვერ დავდებ, რასაც ვიტყვი, მაგრამ ანუ რაც ჩანს, ყველაფერი არის სიყალბე. აი როგორი სიყალბეა, იცი რომ აი ანუ კამერას აი გული აგერევა იმ ხელა სიყალბეა მან და ხალხი მაინც და კომენტარებში აი ვიღაცა მონაწილის გამო, რომელსაც არ იცნობენ და ფანდურზე უკრავს და თავიდან ბოლომდე ყალბია ეს, ანუ კონკრეტულად ვთქვა, ის თავიდან ბოლომდე სიყალბეა, მაგის გამო რომ შენ დაწერო რომ ყალბია, ანუ ერთი 10,000 კაცი გადაგჭამს, რომ ძალიან კაი გოგოა და აი რაღაც მარტო გოგოზე არ ვფიქრობ, ანუ ყველაზე ვიძახი, ვინც ბანდარი, არ ვიცი რა ეხა. მაგრამ აი გადაგივლიან ჩვეულებრივად, იმიტომ რომ შენ ანუ არ გჯერა იმის. კი, იმიტომ რომ ის ტიპი, ვინც გადაგივლის, ხო, ის 10,000 კაცი რა, ყველა აი უმეტესობა მათგანი იმიტომ უყურებს მაგას, რომ გულისხმობაში თვითონ წარმოიდგენს თავის თავს იმ ადგილზე, აი როგორი ექსცენტრიკული ტიპია, იქ რაღაცა ნახევრადშიშველი გამოვიდა თუ მთლიანად შიშველი რაღაცა, იქ რაღაცა დები. ჩემს ძალიან ფსკერია და მანდვინე რომ მიდის, აი უკვე ძალიან კრინჯობაა. ეგ ადამიანი ჩემთვის რაღაცა აი
დეგრადირების ხვარზია, ვინც მან შედის. აი რავი, თუ იმიტომ შედიხარ, რომ მაქსიმუმ ორ კვირაში გამოხვიდე და რაღაცა კომპანია, აი რაღაცა გააქვს რისი პიარიც კიდე და ვერ გააპიარე სხვანაირად და იქ სადამდეც ხარ, ანუ შენ რაღაცა კონკრეტულ ბიზნეს ან საქმეს იძახი ხმამაღლა დააპიარებ და აი რაღაც ჭაობში არაფლობი და მე მაგის გამო გამოგიშვებენ, რა თქმა უნდა, თუ შენ პური და სანახაობას ვერ მისცემ. კიდე შეიძლება, მაგრამ აი როცა არაფერს არ აკეთებ ჭამის გარდა და ჩხუბის გარდა. ხო და ნუ რაღაც შენი რაღაც იმის გამოტანის გარდა ხო და ეგ მაგას შეგვიძლია თქვა ორი სიტყვით რომ აპრიორი რა როგორც ყველაფერი რაც აქამდე განგვიხილია და განვიხილავთ და რავი აი ნებისმიერ რაღაცას აქვს ორი მხარე ხო ეს სოციალური ქსელი გამოიყენება თუნდაც მაგ ბიზნეს იმით ვიღაცა რეკლამას იკეთებს რაღაც საწარმო აქვს თუ რაღაცა და იმას არ რეკლამებს მოგონთ რომ ეხლა როგორც თქვით რაღაც იმაში არ უნდა გადავიდეს რომ მართლა არ უნდა გამოხდეს ამ ტელეფონიდან და ეს არ უნდა გაჯანჯყაროს რომ აი ჩემი ისი ყიდე რა ქვია იოგურტი ან რაღაც ხო აქ თავის ისე ვიღაც მოლაპარაკებას აწარმოებს თუნდაც ის ეხლა ვიღაცა ის რომ ყავს მეგობარი ავსტრალიაში ხო მენატრება შეიძლება დაურეკო 1000-ში ერთხელ და ამით მოვიკითხო ხო ეხლა ხო ვერ ჩავალ ხო უცებ და რაღაც მაგრამ ეს რო ესე ამოვიმხო თავზე ეს სოციალური ქსელი და შემოვიცო კოსტუმივით ხო და მაგ რაღაცებს უყურო ხო აი უკვე აი მანდარის რა რომ მე ჩემი ცხოვრება აღარა მაქვს მე ვიღაცას უყურებ იქ პრაიმ ჰაუსი იქნება თუ რავი სადღაც რომ როგორ ცხოვრობს. ხო. ადრე თუ იყო რომ ტელევიზორიაო რაღაცა ყუთიო, რომელსაც რქები აქვს, ხო? აი ხარ ეხა ტელევიზორს ხომ ტელევიზორს კიდე არ აქვს იმ ხელა ფუნქცია რა. ტელევიზორში რაღაცა ფილტრი არის, რაღაცებს რაღაცა თქვათ ეგეთი ვარ, აქ აი ყველაფერია რა. პლუს მაგას აი ეს ცოტა უკიდე უფრო dark თემები რა, აი ეს ურჯი ვეშაპები, რაღაცები. რომელიც აი არანაირი ცენზურა არ არის, აი როგორ ის ამაკიცი აქმა ამ სოციალურ რომ სადღაც მორევში შედიხარ, სადაც აი რა ვიცი, რა მოხდება საუბში ან სად რა ვიცი, წაგიღებს ვერ ხვდები რა უბრალოდ რა და თუ რაღაც პრობლემა გაქვს ფსიქიკასთან ან არამდგრადი ტიპი ხარ, აი ჩაიფლობი რა ამ ყველაფერში და ეხლა ერთ-ერთი სერიოზული ადიქცია ეხლა შევიდა იმაში. ნიმოფობია ქვია რა, სხვათა შორის, ან ტელეფონზე დამოკიდებულ. ტელეფონზე რა ხარ, ტელეფონზე იმას ხარ და Snakes ხარ თამაშობ და მაგაზის დამოკიდებული ტელეფონში გაქვს ყველაფერი. ტელეფონში გაქვს გადახდის მეთოდი, ბარათი, ბოლოს, ანუ სად მქონდა ეგ არ ვიცი, სად მაქვს. იმიტომ რომ ამაშია და არ გჭირდება. აქ გაქვს მაღვიძარა, აქ გაქვს კონტაქტები, ნომრები, ვინმეს გაგიჭირდება დაურეკო. აქ გაქვს სოციალური მედია ყველა პლატფორმა, ანუ ყველაფერი აქ გაქვს, მუსიკა აქ გაქვს, რავი, აი ჭამა გინდა გამოიძახებ აქ გაქვს, რაღაცა გინდა გააკეთო, არიცი რეცეპტი, აი დედაჩემს რო ეწერა და იქამდე ბებია ჩემს და აი რაღაც სქელი რო იყო ნამცხრების და კერძების და ცომეულის ცალცალკე. აქ დაგუგლე და უყურებ და აი აკეთებ. ანუ ყველაფერი გაქვს აი ამ პატარა ყუთში და მე აი იმას რო კარგავ გონია რომ თავი დაკარგე რომ არაფერი არ შეგიძლია და კიდეც ყველაფერი შეგიძლია. აი ისე ორი ხელი და ორი ფეხი და ტვინი გრჩება ისევ. რომ ყუთი აღარ გაქვს. და დანარჩენი თავიდან შეგიძლია გააკეთო ყველაფერი. მაგრამ ხო, ანუ ჩვეულებრივი ადიქცია. შეიძლება აი რაღაც პერიოდი რო იმას ხა ესე დაიწყო რაღაც ხელების კეთება და ის. აუ მე ორი დღის წინ მე და თორნიკემ აღმოაჩინა ხო მაგან კარტის გამო რა რომ შავ. აღმოაჩინა ნახე ანუ ეს თითი ხო ჩვეულებრივი ფორმა. აი ეს თითი ნახე ჩაიღუნა ორივე. ანუ ესე ვეღარ მესიჯობ. აი ეს ცალი ხელი მაქვს და ესე ან მიდევს და ესე ან ესე მესიჯობა ძალიან უკვე დისკომფორტი, იმიტომ რომ თითზე რომ მაწვება ტელეფონი. ანუ თითმა მიიღო, აი ნახე, ჩამოღუნულია თითი. აი ევოლუცია განიცადა იმის ანუ ნელა ჩაღუნა, აი ნახე, ეს არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს სწორი. აი ჩაღუნულია. აქეთა უფრო, იმიტომ რომ მარჯვენას უფრო დატვირთვა. მარჯვენა უფრო დატვირთვა. აქ და ნუ თითი ჩამეღუნა, წარმოიდგინე. ხო, არა მარტო ეგ იაპონიაში მიიღეს უკვე ბევრმა ქვეყანამ გადაიღო ეგ რომ ანუ შუქნიშნები არ ქვევით. ანუ ტიპი რომ მიდის ესე აღარ უყურებს ხან მანქანა ეჯახება ხან სადღაც ვარდება. და შუქნიშნები აქვს ქვევით წითელი მწვანე რაღაცები, აი ქვევითაა რომ რაღაცა უცებ საგონებელში ჩავარდეს რა. ნუ ძირითადად წილი ამ სოციალურ ქსელზე მოდის ხო? ეხლა რაღაცა იმის გამო რომ რაღაც მესიჯი მიწერო სიტყვაზე ვიღაცას ტელეფონის მესიჯი, ეხლა დღე და ღამე არ ხარ, მაგრამ აი ამან თუ წაგიღო მორჩა რა დამთავრდა, იმიტომ რომ აი ეს თამამად იმიტომ ლაპარაკობ რომ მეც მაქვს ეგ პრობლემა რაღაც დოზით რომ აი ეს შემილია ეს რაღაც უაზრო თუ სკროლო რაღაცა აი რავი რა და კი იმდენჯერ მიწერე ადამიანს რომ ვიძინებ და მე რო ანათებ არა და აი დებილობებს სკროლავ რა
მაგრამ მე მანდ ვიპოვე გამოსავალი. ძილის წინ საერთოდ ვეღარ ვსკროლავ, იმიტომ რომ ისაც ხულძილობა მაწუხებს და დაახლოებით მინიმუმ 1 საათი ადრე ტელეფონი გადადებული მაქვს და მუსიკას უსმენ უბრალოდ. და თუ ხვდები რომ ვერ ვიძინებ და უნდა გავათენო და აზრი არ აქვს, მაგ შემთხვევაში უკვე ფილმს ვთავ. და იმის იქეთ მესიჯი მოდის, ახო ჩამოდის და ანუ აი ის რო არა რომ თითი რომ უნდა ააკრა ტელეფონს. აი მაგ შემთხვევაში თუ დამეჭირა და გამეხსნა, აი მან ხდება რომ აი მე იძულებული ხარ პასუხი მიწერო, მე მოგწერს, მე მიწერო, მე მოგწერს ხორი ანუ აუ ეხა ეგ რა გააძ აი მაგაზე მართლა მეგობრობა, აუც ცოლქრობა, ყველაფერი ინგრევა რა. დამსინე შენ ხო აი რომ გამოგიგზავნე და არ მომწერე? ჩემი სურათი რატო არ დაალაიქე? და აი ხალხმა შეიძლება რაღაცა ომი და ჩემი დაქალი დღემდე მაგას მეხატავება რომ აი რაღაც გამოკითხვა იყო ქუჩაში რომ ეხლა ვინმეს დაურეკავ და არ გიპასუხოს რომ 5 მილიონს მოგცემ ვის დაურეკავსო და ანუ ყოველ წელს აი მე მიგდებს მაგას შენ ხარო რომ აი რომ დაგირეკო 5 მილიონს კი არა შეიძლება 10,000 ანუ 10 მილიონი მომცენ იმიტომ რომ არც არ მიპასუხებო რა ზარები მაგრამ ხო აი რაღაცად მე რჩება მე ვიღაცა მე ტელეფონი უცებ გადადე რაღაცა მოგწერა უცებ გადადე შენ ის გახსოვს რომ პასუხი უნდა გაცემ არა იმ წამს ვერ გაიცი მე მიგავიწყდა და წარმოგიდგენია რაღაც შუა საუკუნეებში კი არა დაჟე სანამ ის იქნებოდა რაღაცა ეს ეხლა ემოჯის გზავნი ტრეც ვაგზავნი და პრედით რომ იფცარია ფურცეს რო უგზავნი უკვე ორი ტიპი რო ხდება ერთმანეთს და პრეტენზიით რა იქ რო არ მომწერე აი ხალხი მართლა არის რა მეც ხშირად მაგ შემთხვევაში რომ აი რო იყავი და მე რომ მოგწერე რატო არ მომწერე ხო ანუ თუ შენ ის სიმციმებს რაღაც სტატუსი ხო ხო არ ვიცი ხო გაგეთიშინებ მოკლედ აი უბრალოდ რო გჭირდებოდეს რომ რაღაც აი მაგალითად მე ხშირ შემთხვევაში ვიყენებ რაღაც ლექციაზე დასასწრებად რაღაცები და გინდა არიან ჩართო ეს სტატუსი რომ აი გამორთული ხარ მაგრამ იქ ხარ და რაღაცები ეგ ჯერ ვერ დავსკილე მაგრამ ეგეც აუიცი ხო კი ასაკის ამბავში არა და უღწე მომავალთაობა გაგიხმარებ როგორ არ გამეცი პასუხი ხო და სანამ მივალდა გამისარდები ამ ქვის ხანი და ხო მაგ უფლება რომ ჩემი საქმე ვაკეთო და არ მოგწერო. ხო რა. და რო აი რო გნახავ ქუჩაში და ვიცი მოვისწრე. ან რამე სასწრაფო თუა და თუ ცუდად ხარ და უცებ რამე გჭირდება დამირეკე, რას წერ. კი, აი სხვათა შორის აი სოციალური ქსელები ენერგოვამპირების არის აი სავანე რა. აი 64 არის ჩვეულებრივი, აი რაღაც იქიდან მოგწერს, აქიდან მოგწერს და მაქიდან გამომდინარე რა, ეხლა მომივიდა თავში რა. ხო შეიძლება ერთი რაღაცა ჩემ ქვის ხანაში Skype იყო, ხო? Twitter-ი, Instagram-ი, რაღაცა სრიცი არის ახალი, Facebook-ი ხო არის და არის კიდე ძალიან ბევრი რაღაცა არის, ხო? აი უამრავი პლატფორმა უკვე ამ რაღაც. ხო შეიძლება რომ ერთ აი Facebook-ი ხო საკმარისი არის, ხო? არა, Instagram-ია. Instagram-ზე მე გამოვარჩეს, ხა ეგ უკვე გოიმები არის. როგორც ადნაკლასნიკის თემა იყო, ხო? იცი არის, Facebook-ს ძალიან ბევრი რაღაცა აი 60 წელს გადაცილებული ადამიანია, რომელსაც როგორც შენ არის, ისე არიციან ამის მოხმარება და შეიძლება, ანუ ჩემთვის მოსაკითხი პირადში რომ უნდა რომ ადამიანს მიწეროს, ხო, ეს ტექსტი, ეგ დაუდებთ ჩემს გვერდზე, დაჟე რომ შეშლიათ, წარმოვიდგინე და შენ რომ იმას დილით ნახულობ და რა ხდება და აი ხო ხდება, აი ეგ მანდ ვერ იფილტრება კომენტარები. Instagram-ზეც ვერ იფილტრება კომენტარები, მაგრამ Instagram-ის ვიდეოზე რომ ვინმე რამე დაგიწეროს, Instagram-ი უნდა კონდეს. ძირითადად რაღაცნაირად ახერხებენ და აკეთებენ მაგას. მაგრამ ანუ მაინც შედარებით ნაკლებად შემაწუხებელი ადამიანები არიან Instagram-ზე და ისიც რა სკროლვის თვალსაზრისითაც, აი რაღაცა ძალიან დებილი კონტენტი, ისე რომ ეხა თან ხო ის არის ალგორითმი, რასაც ჩართავ, იმას მიყვები. და მე იმიტომ რომ რაღაცა დავალაიქე, ანუ ხელოვნების მხრივ ფილმი, ან რაღაცა სიუჟეტი, ან რაღაცა შექმნილი არტი, ან შავი იუმორი, რაზეც მეცინება, უკვე Instagram-ს ჩემთვის გაფილტრული აქვს და სულ მაგას მიგდებს და Facebook-ზე სულ თავიდან ჭირდება ფილტრი. ანუ ყველა ნაგავს ერთად გიგდებს სკროლვისას და აი არ მინდა რა ეს თან საოცარი რაღაცები რო არდება, იმან გული გიწუხს ხოლმე სადღაც. ხო, ან რაღაც პონჩი ისა რა, კონკრეტიზაცია და ანუ ის იმას ღებულობ, რაც გინდა, მაგრამ იდეაში სკროლვისგან ეგ არ გიცავს რა, მაინც სკროლავ რა. ხო. რაღაც აი ხო და ეგ ჩარტი ფილმი უყურებს, მორჩა დაიძინე. ხო და 60 წელზე ვით ვახსენე. აი ეგ ხალხია, აწი თუ ამართლა, აი იმდენად უკვე
ეს პოპულარული გახდა რა მათშიც ეს რაღაც სოციალური ცხელები, რომ აი ძალიან ბევრი ვიცი რა, ჩემს საახლობლოში, სანთასაურში თუ ზოგადად, აი ჩვეულებრივად აი ესე უზიან და შეიძლება შენზე ბევრად უფრო ის იყვნენ რა. და მეორე ედიქტედ ტიპები და თან ყველაფერი სიმართლე რო გონიათ რა და რო გეძახს მოდი აბა. მოდი ეს ნაღდია ეს რა. ეს ნახე, მოდი ხო, ჩაგი. ეს და კიდე არის დრამა არის, რაც მესენჯერს აქვს, ჩათები. აი რომ შეიძლება რომ ერთ 10 ჩატში იყო. და ანუ სადღაც 5 კაცი ხო მინიმუმ შეიძლება 10 და მეტიც იყოს რა ამ ჩატში. და ყველას როცა ცალია მაშინ წერს. ეს ხმები როა. და მთელი დღე არ ჩერდება ტელეფონი, იმიტომ რომ მე მცალია პირველად და შენ მცალია პირველად 2-მდე და რაღაცა დაწერე ვიღაცას გაიც პასუხი. მე მცალია 2-დან 3-მდე დავწერე რაღაც. მაგრამ ხო ნახო მე. სხვა დადრას ხო და ხო ნახულობ, მე პასუხს ხო წერ რაღაცა და შენ რო გცალია საღამოს 8 საათზე პირობითად იქამდე არ გცალია. ჯერ ამდენი მასალა ხო არის წასაკითხი. თუ რამე მე იქ უნდა გაფილტრო რა გჭირდება, რა ინფორმაცია გჭირდება, რა არა და იძულებული ხარ ყველას თვალი გადავლო მინიმუმ. და თან არ ჩერდება ეს ჩატი. ტუნ 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 და აი არ ჩერდება. აი მაგას კიდევ ჩათები არის აი აქვს რა, აი notification-ების ანუ ეგრეთ წოდებული იმის რა, შეტყობინების გათიშვა. დამიუთო. მაგრამ მე გავიწყდება ის დამიუთება და მე 2 დღის მერე გეუბნებიან ცოცხალი ხარ, რატო არ დაწერა არაფერს რო გნახავენ ან ცალკე მოგწერენ და აუ და მე 2 დღის მასალა გაქვს წასაკითხი რომ პასუხი გასცე იქ რაღაცა დასმულ კითხვას რა სიცა. ხო და ამ ვირტუალურ სამყაროს ხარკი უნდა უხადო რა. აი ხო წარმოვიდგინე ხო გნახავ რა შანსი არა თუ ადამიანებთან რომელთანაც კონტაქტი გვაქვს რაღაც ხშირი აი ყოველდღიურობაში თუ არა ყოველ მეორე დღეს ნახულობ ან რაღაცა რამენაირად და აი იქ თუ არ არის იმას ქნად და იქ რა მთელი სამოიწე მე ხო აი თან რა ხასიათებს ხო რაღაც თქოს ლაივში რა ეხლა რეალური მასში ხო რაღაცაზე ვისაუბრებთ დავამთავრებთ რა და მორჩა რა შენ ზეწახონდა ჩემი იქ ხო ბოლოს პური გიყვარს ხო აი იქ არის იმიტომ რომ მარტივია ხო ხდები რა აქ რაღაც საქმე გაქვს ამ მიდიხარ და რაღაცა შექცივ და რაღაცა და წახვალ რა და იქ თან ხედავ რომ ის რო აქვს რა ტაიპინგი აი ესე ხო რომ ბეჭდავს ხო მე ხონდა მივწერო და და რო გინდა რომ გახვიდე მაგრამ ბეჭდავს და კაი დაწერს და მიწერ რომ შენ გონია რომ მოასწრებს ხო რაღაც გაკეთებს და კიდე ბეჭდავს არ ხო მე რაღაც აცთენილობა რაღაც აი მე ეს მივწერე იმანის მოწერა ის ზედა იმაში უნდა და იქ დაურიფლეიო და მე იმის კოვით ბევრი ტექსტი გაქვს და ამათა სვალი უნდა მენ აი რა ზომბი ხდები რა ჩვეულებრივი რა აი ესეთი ხარ ხო და ამდენჯერ აი მართლა ტყუილად გამითენებია ღამე აი არაფერი რა ბოლოს ანუ ის რეზიუმე იყო რომ იმას მართლა თეთრი პური უყვარდა და რაღაც აი ფილოსოფიი და მიდიხარ იქამდე რა და მე თვალებად ჩასქრებული მეორე დებილი და ეს რა მიშვება და უენერგიო რატო აი რატო ხარ რა ჭამ სოციალური წელი ოკეი ხო და აი აუც ჩვენ იმას ხო ის ქვია რომ რაშია გამოსავალიო და აი მაგ ნაღმას ინტერნეტი არ ჩარდა გამიჭირდება რო თქვა ანუ იცი რა არის ყველაზე ნახტი რომ სადღაცას რო აკონტროლო ინტერნეტი სახლში Wi-Fi არ უნდა გქონდეს და მობილურის ინტერნეტი ულიმიტო არ უნდა იყიდო უნდა იყიდო რაღაც მაგალითად 20 გიგაბაიტი ერთ თვეზე და თითები დაუჭრე რო ვერ ვსკროლო ხო და ნახე იქ უფრთხილდები რომ შენ არ გეყოს რა და რაღაც დამჭირდა არ დამჭირდა გავთიშე და სადღაცას ის ვარ მე იცი სად მივხვდი რომ ისვენებ გადმოწერილი მაქვს სუდოკუ და მაგას რომ თამაშობ რაღაცა ციფრ თუ ამოუწყურო ამ რაღაც შევასე მიგდებს რეკლამებს როცა ინტერნეტი ჩართულია და ანუ აი ეს იმდენად მხლის რომ ინტერნეტს ვთიშავ და ისევ თამაშობ და შეიძლება მე დამავიწყდეს ჩართვა თავისთავად და რამოდენიმე საათი რო გადის და ზედმეტად მშვიდად რო და მეთქი რა ხდება რატო არ მშვიდად და თურმე ინტერნეტი მაგათიშული და აი და აბას ადახარ და მაინდა-მაინც მაგ დროს ფეთქდება ყველაფერი ხო ხდები რა გათიშული რო გაქვს და მე სინდისის კენჯერა გაწუხებს რომ აი რატო გავთიშე აი ხო და აი მაგ აფეთქებებს ვეღარაფერს ვერ შეიძლება. აი მაგალითად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ინტერნეტი ჩართული მქონდეს, იმიტომ რომ მუსიკას ვუსმენ რა. რაღაცა ჩამოვიწერო, აი მანდაც ვერ ვარ ჯერ მისული. პროექტი და იგივეს რო უსმენ? რო რაღაცა და აი ხო და ჩართული მაქვს ხო შესაბამისად ესენი მოდის რა ეს მესიჯები და რაღაცები. კაი და ასქროლე ან მუსიკის გადო დაგეჭირეთ ისი და გახსენე აი ეგ არის. არ ვნახე რაღაც რამოდენიმე საათი და მე აი ეს მთელი რაღაცა ის უნდა იმას აქვს რა გავიარო ეს თავიდან და აი მსხვერპლად ვხსნობ რა თავსა თან
სამხდები რომ მე ჩემილია რაღაც ვიღონა, მაგრამ აი რაღაც გახლეჩილი ვარ, გამოსავალი არ კი არის. ვერ გინდა რომ იღონო, მაგრამ უბრალოდ გაღონებს. ხო რა, აი რაღაცა ეს ყველაფერი მოტორული ისენი დამახსოვრებული ვარ, ნახე, იქ რამე ჩემზე ხوارად მე ვინმე რამე ხوار მკითხა და რაღაცა და ნუ მოკლედ რა, ეს ჯგუფები სადაცაა, ხო? ნუ ერთ-ერთზე კიდე რაღაცას, მაგრამ იქაც სადღაც გაჩერდება ერთ-ერთ რო არ წერ, სადღაცას გაჩერდება და იქ. ხო და მოკეთ რაშია გამოსავალი აი ფინალისკენ რო წავიდეთ მე. აი ვერ გეტყვი შეიძლება რაღაცა ქათამი და კვერცხის რაღაცები განვიხილო და სამყარო ჩემი შექმნა. ეს არის გამოსავალი, ნახე. ჩვენ თუ ყველა ადამიანი გავიაზრებთ იმას, რომ ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდ დროს ვუთმობთ სოციალურ ქსელებს, ანუ ზუსტად იმ ცხოვრებას ვუთმობთ, რა ცხოვრებაც ჩვენ უნდა გავიაროთ, სანამ მოვკვდებით. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი წუთებია ის ფილმი Time, გენიალური ფილმი, ანუ ჩვენი ყველაფერს, პურს, ტელეფონს, ტრანსპორტს ვყიდულობთ ჩვენი დროით. იმიტომ რომ ჩვენ დროს ვხარჯავთ, რომ ვიმუშაოთ, რომ ფული გამოვიმუშაოთ. და აი სკროლვაში წასული არის, წამით ფულს ხარჯავ, წარმოიდგინე მაგას, შენ რო გემუშავა, შემოსავალი გექნებოდა მინიმუმ. ანუ ყველაზე ბანალურამდე თუ დაიყვან, მიხვდები რომ ძალიან ბევრ რაღაცას გართმევს რა, ეს უბრალოდ სკროლო, რომელიც არაფერს არ გაძლევს და მით უმეტეს აგრესია, რომელსაც სოციალურ ქსელით უშვებ. და აი მანდ უნდა მიხვდე რომ მე მიღირს რა აი ჩემი ცხოვრების წუთები დავხარჯო სკროლვაში და რომ მოვკვდე არ მქონდეს გასახსენებელი არაფერი. ანუ ტვინიც ისი ახლა ჩვენ ხო გონდიან რომ რაც ვიზრდებით დრო სწრაფად გადის. იდეაში დრო ისე გადის. უბრალოდ პატარები რო ვიყავით და სამყაროს რო ვიცნობდით და აი ყველაფერი რო გვაინტერესებდა, ბევრი ინფორმაციას ვიღებდით, განსხვავებული ინფორმაციას და გვამახსოვრდებოდა. ეხლა იმდენად ყოველდღიური რეჟიმია, რომ აი იმიტომ რომ ტვინი არ გადაიტვირთოს, არ გახსოვს ერთი კვირის წინ რა გააკეთე უკვე და რაღაცა არაფერი არ გახსოვს და ჩემზე ამ სკროლას ჯობია რომ ყოველდღე დაახლოებით ბევრიც არა, ვიღაცა შეიძლება 10 წუთი ქონდეს, ვიღაცას 1 საათი ზედმეტი, ანუ სკროლვა ამოღებული. და რაიმე განსხვავებული უნდა გააკეთო წინა დღისგან. მეორე დღეს კიდე განსხვავებული გააკეთო, კიდე წინა დღისგან. ტვინს დაამახსოვრდება ის დღე და მიხვდები რომ ანუ ცხოვრებამ არ გაიქროლა, აკეთებდი რაღაცა. ცხოვრება იმიტომ არ გასკროლეს. ხო, აი არ გაისკროლა რა ცხოვრება მართლა და ხვდები რომ რაღაცა აკეთე. გავისეირნე დღეს, გავისეირნე აქ, სადაც გუშინ არ გამისეირნია. ხვალ იქ გავისეირნე, თან ჯანმრთელობის სკაი უბრალოდ ვიარე. ზეგ ის ვნახე, მაზე გესქვენი და ანუ ყოველდღე რაღაცა პატარა, აი მართლა 10 წუთიანი რიტუალები რო შემოვიტანოთ, ჩვენ თვითონ ვიქნებით ბედნიერი და ანუ არ გავსკროლოთ ცხოვრებას რა. აი სკროლო თუ რაღაცის ნახვა გინდა ახარის, მაგალითად YouTube-ზე უყურებ მე იდეაში ყველაფერს. თუ იმენა სანახავი რამე მინდა რა. აი ესე ჭამის დროს, ყველაზე ნახდი ჭამის დროს ან დაალაგების დროს არის ჩართული მესმის, რაიმე თუ დამაინტერესა რომ გავმაზე, ცოტა გადავახო, ოკეი, ანუ ესე რომ ჩავუჯდე და 3 საათი რაღაცაში დავკარგო, აი და მე საქმე ისევ საქმედ გრჩება. ხო და აი ნუ გავსკროლავთ, მეგობრებო, ცხოვრებას რაღაცა რითაც დაიწყე ხო რა რაღაცა მამის რო სადამაკ რაღაცა ანუ შეიძლება ვიღაც მილიონერი, მილიარდელია და აქ დრო რო გასკროლოს. კი ბატონო, მილიარდელმა სკროლოს, მაგრამ მე რო აგერ 300 ლარი მაქვს ხელფასი, ანუ ეგეც არ მაქვს და დედა მიგზავნი საბერძნეთიდან და მე წამოწოლილი ვარ და სკროლის მეც არაფერს არ ვაკეთებ რა. არ გაქვს ეგ ფუფუნება შენ. ხო და ბილ გეიტსმა რაც უნდა ისქნას, მე იმათ არ ვეხებ, მე ჩვენაი ხალხს არ მაგათაც ვიყო და მე მაგათვისაც მინდა რომ გამოსავალი, თუნდაც ის მილიარდერი რომელიც სკროლავს, ხო შეუძლია ბუნებაში გავიდეს. ხენებს მოახდეს რაღაცა. ეგრო სკროლავდეს, მილიარდელი ვერ იქნება აქედან და ანუ ვიღა დაუტოვა ბებია ბაბუა და სხვა გზას დროს ყრიანურად ხარჯავს. ხო და ხო არ ვიღაცა ვისაც ერგო ეს მილიარდი და ანუ იმას ვიძახი რომ სხვა საკეთებელი არაფერი არ აქვს, მაგრამ მაინც კარგავს ხო ცხოვრებას, რომ ეხლა როცა მაქვს მით უმეტეს უსაზღვრო შესაძლებლობა, რატო უნდა ვიზედო და რატო უნდა ვითხოვრო თვალებს ხო? არის ეგეთი ხალხის მაგის მომენტა რა. როცა შეგიდა, უბრალოდ ყველაზე მთავარი მომენტი ჩემთვის ისაა, ხო? და გამოსავალი უფრო რაღაცა ფილოსოფიურად რო შევხედო და არა ფსიქოლოგიურად, რომ აი რას იწევს და ხო რას იწევს და ანუ შენ იმაზე რომ მოქმედებს რომ აღარ გეძინება და ტვინის ფუნქციებს სვლის და რაღაცა ხო? მაგას რო თავი დავანებო. ბენებს არ ვართ მე. ხო, მაგას რო თავი დავანებოთ, ხო? ანუ ცხოვრებას მაზავ. ანუ ცხოვრება არის აი ჩვეულებრივად, რომ აი რაღაც რო გავიდე, აი რა ბუნება, აი რა მაინც რა სიკვდილის წინ რო აი რაღაცა მართლა თუ არის რომ თვითონ ცხოვრება უნდა ჩაგიქროლოს, შენ რო აი უცებ აბა რა გავაკეთე და ის სკროლა რო გახსენდება მარტო. და ეხა ხო უკეთესი რაღაცა გვაქვს გოგონილი. კეთე გიდუნაშვილის ლაივები. აი ის რაღაცა რო არის რა.
როგორი სამყაროც კი ესეც სამყაროს რო იქ ილუზიაში რო ხო და ცხოვრობ. ეგაა მთელი მუღამი რომ ადამიანი მაგამდე მიდის და აი მაგისკენ იხსვის რომ როგორმე ეს რეალური ბეტონში რო ცხოვრობ და მგონია რომ რეალური ცხოვრება ხო აი ზუსტად ეგ რომ აი აქ ბეტონი და ის არის ამ რეალობაში იქ ყველაფერი ისაა ჩიტები ჭიკჭიკებენ რაღაც ხო და ამის ყიდვას რამე ისეთი ქენი რომ ნამდვილ ბალახს შეეხო. ხო და ნამდვილ ფოთოლს. უნდა აწიო ერთი ადგილი გახვიდე იმ ბუნებაში რაღაცა და მე ის ბუნება თვითონ გიმკურნალებს თვითონ მოხედავს და შემოგაბრუნებს აქეთ რომ გეყოფაო რა გეტყვის რომ არ არის ჩემ ბუნებაც კი ჩვენთან მოვა თუ ვაცლით, მაგრამ არ ვაცლით რომ მოვიდეს. აკო, ვანადგურებ. იმას ზაფხულის გაზაფხულის და ყველაფერი რა ხო და მოდი არასწორო ცხოვრება იყოს გამოსავალი. ვშვიდობთ ჩვენი მესამე საიუბილეო გადაცემით. მესამე და ესეთი ხოთხოთში და კაკანში და ნუ რა ვიცი რა მე პირველ რიგში შემთავს უსურვებდი რა ნუ ახაც მანიაკალურად არ ვარ დამოკიდებული მაგრამ ხვდები რომ ხანდახან გადაცნობები მაგ და მიჩვენია რომ რაღაც რეალურ ცხოვრებაში ვიყო ვიდრე აი რომ სკროლო რა ხედავ მადლობა